ისვის. ალო. თქვენ როგორ კლავენ? აგურის თავში ჩაწვის, ბატონო. აგურის. ხო. ახალი არაფერი გაიგიათ? რას გაიგებ, სანამ არ გაგაქრობენ. თქვენ რომელი ხართ? მე ისე ვარ. მუცელში დანა რო უნდა გამიყარო. მაინც რა უნდათ, რა შევწოდეთ ამისთანა? ეს ამბავი ძალიან უბრალოდ დაიწყო. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მზე ანათებს, გული ხარობს და სადღაც გჯერა რომ ადამიანი უკვდავია, გოგონა მიპოვა ბლოკნოტი. ბლოკნოტში ეწერა: ქალაქიდან გასვლამდე ბოლო მოეღოს დანარჩენებსაც. არამან ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის შარტყმით, დავით ხუციშვილი მუცელში დანის გაყრით, საშა კანდელაგი გაიტაცონ და უკვალოდ გააქრო. გამოსtildeმა მილიციამ ეს ამბავი რა თქმა უნდა მორიგ სისულელად ჩათვალა, მაგრამ გამოუცდელ გოგონას ასე ფიქრის უფლება არ ჰქონდა. ერთი გზა რჩებოდა, სამი სამართო ბიუროში მისვლა და ამ სამი კაცის მონახვა. 3-ის, ბოდიში და 43-ის. ქალაქში თურმე 10 ყარამან ხუსკივაძე, 14 დავით ხუციშვილი და 19 საშა კანდელაგი ბრძანებულა. ასია თუ ისე გოგონამ გადასხვიდა ყველა გაეფრთხილելի. შეიძლება. რომლის? ხუთიშვილის. მე გახსნათ პატრიციული და. რა კარგია. იცით თქვენ გონი სიკვდილიდან. რა? მუცელში დანის გაყრით. ვა. მე რა ამაში კარგი. კარგია რომ გნახეთ. მეც ასე მგონი. რა ქვია? ამას რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ რა არ გჯერათ? ნახეთ. ავტობუსში ვიპო. ერთი წუთით. ესე იგი მუცელში დანის გაყრით, არა? დიახ. აგორის თავში ჩართით არ შეიძლება? უფრო რომანტიულია. რა გეხუმრება? მე მეხუმრება? ერთი წუთით. ექვსი. 12. 6 ნახევარი. მე ვაჭრები. 7. 12. 12 რა ამბავია შეკაიგაცო. 7 ნახევარი იყო. ეგ სახლის პატრონი და მე რა. მიცი. ჯანდაბას 8 იყოს. რას მე ვაჭრები? ლოჯის გინდა, ცეჩი გინდა და მუხტაგილა, ხო? დიდი ახარამან. მოჯი გამხელა იქნება. ხო. სახლშიც იყო ჩვენთან. იცით? ზოგი დამცინის, ზოგი ამბობს რომ შეუძლებელია. არა, ხუსკივაძისათვის შეუძლებელი არაფერი არ არის. რა გინდა? ფინისკიტვა გინდა, გაყიდვა, თუ გაცვლა, ჰა? არა. აი ეს ბლოკნოტი ვიპოვე და წაიკითხეთ. არა, ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის შარტყი. ეიშ. რატომ უნდა მომბლა?
რა ვიცი, შეიძლება დაგდევთ ვინმე ან გემტერება. მტერება? ვინ მტერება? მიბრძანდით მილიციაში. მილიციას მაგისათვის როგორ შევაძღვე? ლოჯი რამ ხელა იქნება? ლოჯი? რა ლოჯი? არა, ჩვენ შეთანხმდებით. როგორ კაცო, ეხლა არ შევთანხმდით. ფულის თანა მაქვს. დაზე შევთანხმდით. ვაზე? არა, მე გამოიარე. ეხლა გადაღლილი ვარ. მომდეს იმედი. ჩემი იმედი შენ გერა, მამა ჩემს არ ქონია. ეხლა იმაზე იდეხე თავი, ვინ გაგიდეხს თავს? ღმერთო, რას მერჩი? ერთი ოთახი სამჯერ გავიდე. თუ იმაში მდევენ ბრას, ერთი ოჯახი, რომუშთა კლუბში რომ შევასახლე, 2 წელი ჩემოდან აბოხრე მიედოდა. რა მექნა აბა? ვიცი სინიკიდან გამოყარა, იმას გეთქო თავში აგური. ასმოდანათი უყურე. გისმენ როგორ? ბოდიში, თქვენ გონი სიკვდილი გელით. მე? რას იზამ ასეთია ჩვენი პროფესორი? არა, ვერ გამიგეთ, მე დანით ციკლზე მოგახსენეთ. ახ, დანით? კი, მაგრამ მე რომ დანებით არ მუშაობ? არა, აი წაიგითხეთ. წაიგითხოთ? ხედავ რა წერია? დავით ხუთიშვილი ეს ჩემზე ლაპარაკი. მოიკლას მოცელში დანის გაყრით, ჰა? შენ რა სიტყვი, ჰა? თავში უნდა ირტყამდა. იშენდა? იცემდა. იცემდა. ასეთ უსმენოს და გამოყრუებულს რა გემღერება და გელოდპარება. იმ ჯოხს გუნდს რომ უქნებ წინ, თავში უნდა იცემდე. შენი კეთილის მსურველი. გამარჯობათ. თავშევით ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ. რა გადავწყვიტეთ? რესხვევით? არა, ბატონო, არა. არ შერეულით? არა. თქვენი ნება? კი, კი. ჩრელო პეპელო. კაპრინადინელა.
ხელი მოვჭრა. ყოველ შემთხვევისათვის ორივე. ნელაში დავახჭოთ. კალმები დავჩხლიტოთ. დავწვათ მისივე წერილებზე. გამოგივიდა, სულაც ყო რა ხარ? არაფერია. ხმა მოვსინჯე. ვემარი? თვალები სადა გაგი? როგორ დადიხარ, ეთქლაც იქნება მანქანა გაგიტანს. დილი თითქოს დანით სიკლის მპირდებოდა. ისე ჩვენში დარჩე საგაჩერება აკრძალულია. ნუ გავჩერდები. დილიდან ამას უტრიალე. ოტოკროსზე გამოდივარ ბიჭო და მე უკანა თვალი რომ ყანყალებდა? როდის ყანყალებდა ბიჭო, რას მეუნება? აბა ჩეხე. არ ყანყალებს? ხო, არა ბაცო. ესე იგი არ ყანყალებს, ჰა? რა ყანყალებს ბიჭო, არ გადამრიო. აბა კარგად იყავი, კარგად. ყანყალე. ხედავ? სრაფადია. თქვენია? არა, მეზობელმა მოთხოვა. დიდი ხნით? აი ამის თქმა კი ვეღარ მოასწრო. Ordain. Boris. Opa! თქვენ ბრძანდები დავით ხუციშვილი? დიახ, მე გახლავარ. ძვლის დაგიჭირეთ, ერთი წუთით. იცით რა? არა, არ ვიცი. თქვენ მგონი მოკლას გიპირებენ. ეს როგორ? როგორ და აი ახლავე გეტყვით. დავით ხუციშვილი მოიკლას მუცელში დანის გაყრით. აი დაიკითხეთ, დაიკითხეთ. დაიბადა სამულო ომის წინა წლებში სამშობლო სოფელი სიმონეთი ბავშვობიდანაც ჩემი ოცნება იყო გავხსარი ხალი მშენებელი. ვარ უცოლო. მორალურად მტკიცე. არა, გეშლებათ, მე რედაქციიდან არა ვარ. აი ეს ბლოკნოტი ვიპოვე და მოკლედ თქვენ შეიძლება გაგიტაცონ და გაგაქრონ. გამიტაცონ? ბოდიში სულ ამერია. ყარამან ხუსკივაძე მოიკლას თავში. ყარამან ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის ჩარტი. შენ რამდენი წლის აღარ გოგონი გენაცვალე. კვადროს გამოიარეს, კვადროს გოგონი გავარკვიოთ, რაშია საქმე.
რა გინაგათ? ხომხარ დგიოთ. სტამბოლის კაჟით, ა? რა გინაგათ? რატო არ იქნები რა? სოლი შენაგაწუხებს და შვილი. იცლი ამ კაი ქალებს შახავაზით? კაი ერთი და. ჯეზოი შტერი კი არა ხარ, შტერი. რატო? მამიკო! მოვდივარ. ისე. იმ ქალების ნათესავი რო იყო. მე რა, მომკლავდი ბიჭო? ყოფას გიტირებდი. წავედი ახლა მე. კაცმა თქვას არ შემოვანა, მაინც უკმაყოფილო ჩემი. არ გითხოვდი თუ რა, მაგრამ დედა შენმა ჩვენს აღარ აქვს უმიზნებს. მამა შენმა ჩვენს მანქანას ასეთ რო ყოფილიყო რა. ამისთვის შეიძლებოდა ჩვენი დაშორება. ეს ლალი და თამრიკო. იმანა თქვენ რა გიყავით ამისთანა? ჰა? თინა ჩემო თინა ჩვენ რა გვაქვს ახლა? შვი. ხო დაგითმაში. ალიმენტი ამბობ დროს რაღაც ხო ცოტა პირშევად კი ვარ შენთან. რა ვქნა? შეკალო ნინიკო თუ ვითმობს ორი შვილის დედაში რა ღმერთი გიწრება. ნინიკო და თინიკო. დანი. აქ რას დიხარ? ყველა დამცილის. ზოგი გიჟადად მტრის. მორჩა არავის აღარ ვამთხილებ. სწორი. უსაქმურები ხომ არა ვართ, არა? დავდივართ მთელი დღე მშივრები. სისულელია მოიკლას აგურის თავში ჩარდა. მოდი ახლა კაფეში ავიდეთ, საღამოს კი კაი კალათბურთი. არა, ტელეგრაფში უნდა მივიდე. ახლა ტელეგრაფთან ვიდებ და ვთხილებას. შენ რა მართლა უსაქმური ხომ არ გონი ვარ, იქ მუშაობ. დაჯექი მიგება. არა, აქვია, ახლოს. ნახავთ. ნარი. მაჩვენე ბლოკნოტი. მოიკლას მუცელში დანის გაფრით. შენ ხმურობა გონია? შენ არ თქვი სისულელიაო. მე ვთქვი? არა მე. იქნების ხალხი არც გვინახავს, ვისაც მოკლას უპირებენ. თანაც ყველა რო დამცილის. მე რა რომ დაგცინის. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ბავშვი მე დამცინო. გიჟადაც ჩამთვალო. შენ როგორც გინდა. მე კი ამ საქმეს ასე არ დავტოვე. იცოდე არაფერი გულის გადეხა. ახალი თმა. ხო? ახლა ხო დარწმუნდით. დიახ. შემდეგი სეანსი ზეკ. так. არა, სინდის გებიძებ. მეზობლისაგან, არა. აბა. კრიცინი. დამოყანე რა. დათვებზე რომ წავალ, სანადიროთ. მაშინ წაგიყვან. ცირა, რამდენჯერ გითხარი, გენაცვალე და გავიწყდა. არავის არ უწევს ეს ხალხი ანგარიშს. მომკლა ამ ჩიტების ჭყიპინა. ჩიკჩიკი და ჭყიპინი რომ დავდა, არ დგებოდი, გაფრთხობოდებოდი და შვილებს ვეყოლიებდი. ისინი იჭიკჭიკებდნენ და იჭყიპინებდნენ კიდეც.
არ მithოვდნენ თუ? მოგდამდით. ბოდიში თქვენ გზანდებით საშა კანდელაკი. დიახ, კოსმეტიკოსი საშიკო კანდელაკი. ჩახალი ფეხი. ჩემთან პირველად ხარ? დიახ. ძალიან კარგია რო დროზე იწყებ. დაჯეკინძალ. კალბატონო იცით? დაჯეკი. რაღაცა კანი არ მომწონს. არაფერს ხმარო? არა, არაფერს. იცით თქვენ გონი? ვიცი, ისეთ კანს გაგიხდი. ამ დღე მოგიტაცებენ აღამით. გატაცებას მგონი თქვენ გიპირებენ, კალბატონო. აი ნახეთ. რა არის ეს? წაიკითხეთ. სადა ხარ ახამეს? ცუდად გახდა, ვასულიერებდი. ზოგიერთებს მე მგონი ჩვენ თვითონ მოვიღეთ ბოლოს. კაცმა როსტყას ვის რაში სჭირდება ჩემი სიკვდილი. რა შევწოდი ამისთან? თქვათ, ჩემი კრემი ცუდია და სახეს აჭკნობს. ამისთვის უნდა გამიტაცონ და გამაქრონ. სხვა რა ცოდვა მაქვს. სხვა არაფერი? გურამ, შენ ხომ არ მიპირებ რამეს? რისთვის? გაიხსენე. გაიხსენე. გურამ, ამ ოთახისთვის ვუღუპავ. მეზობლები არ ვართ. იკარგებოდა და დროებით გავიფორმე. დედიას სოვნას გაფიცებ მაპატიე. გურამ. გურამ! ვაიმე. ჭკვიდან შეიშლება ადამიანი. არაფერს. დაბრძანეთ. ნუ წუხდებით. უკაცრავად თქვენ ბრძანდებით დავით ხუციშვილი.
დიახ. აი ნახეთ. მე ერთადერთი ბიძა ჩემი თუ მომკლავს. მის პაციენტებზე ხელობას რომ ვსწავლობ. როგორ? ექიმი არა ხარ? ვარ, ოღონდ თერაპევტი. თაში მონაწილებენ და ხომ იცი ყველაფერი უნდა შეგეძლოს. ვოსტატები. ბოდიში. როგორ იღებს? აი, არც გაგვიგი. ცოტ ვარ არის? ხელს ნუ შეუშლით ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას. ჩქარა თამა, ჩქარა. გააჩერე. შოფერ. ძღოლო. გეთაყვა სადგურზე გვაგვიანდება. მე არაფერი არ შემიძლია, პატრონი ჩამოვადა? სად არის პატრონი? აი ამ სახლში ავიდა 5 შვილებთან. 5 შვილები აქ აღარ არიან. აბა სად არის? ავღანისტანში წავიდნენ 2 წლით. ივანო. შუ. შუ. გააჩერე. ესეც ასე. ცოტა კი შეშინდა საწყალი, მაგრამ რაც შეიძლება და დავამშვიდე. ვინ დამშვიდე? აი ეს 5 შვილი. ასე მითხრა. უღრმესი მადლობაო. მადლობაც გადაგიხადა. უღრმესი. ჩვენ გონი კალაბურზედაც მოვასწრე. შენ ყველა ასე გააფრთხილე? როგორ ასე? როგორ და ის კაცი შენ რომ ახლა გააფრთხილე, სხვადასხვა ავღანისტანშია წასული. ვა! ხოდა წადი ახლა კალაბურზე, როგორ მოუშენოდაც მოვახერხებ ყველაფერს. ანი.
აქ რაზი ხარ? დაგეტილია. დარეკე? ვერ გავაგონი. ერთი წუთით. დათო გაგიჟდი? Rabia, Ramo! დიახ, სწორედ ასე ეწერა. გატაცება და უკვალოდ გაქრობა. თქვენ თვითონ ნახეთ, საკუთარი თვალით, გეფიცებით, რატომ არ გინდა დაიჯერა? მოქალაქე, დაწყნარდით, ნუ ღელავთ. ადვილი სათქმელია. ნუ ღელავთ. აბა თქვენ იყოთ ჩემს ადგილას. იქნება გაგეხუმრათ ვინმე. და მე ხუმრა? კაი ხუმრობა მე და ჩემ აღმერთმა. კარგით ბატონო, გავარკვევთ. გააქვთ ვინმე ზეჭი? არა ბატონო. იქნებ დაუშავეთ ვინმე. არა ბატონო. როგორც ხედავთ, ტერის საერთო კი არა, ცალცაკეც არ ყოლიათ. ასე რომ შეგიძლიათ იქნებ ქალაქში ბანდა ტრიალებს. რა ბანდა? რა გარანტია, რომ აქედან ერთი 4 კაცი მოკლული არაა? ნუხნით პანიკას. დაწყნარდით. ნუ ღელავთ. არავის არავინ არ მოუკლავს. აქ რაღაც გაუგებრობაა. თუ საჭირო იქნება, მივიღებთ ზომებს. ესაა თქვენი გაგზავნილი წერილი. აბა ბაჩვენეთ. აი ხო ხედავთ არ დაკარგულა. არ დაკარგულა. კიდევ გდებავთ რა? დიახ. რა? მნებას უკან დაებრუნო ჩემი წერილი. როგორ დაიბრუნო? უბრალოდ. რას გაფსეს? როგორ იქცევით? თქვენ რა არიჩით რომ ჩვენ წერილებს უკან არ ვაბრუნებთ? როგორ? მე არა მაქვს უფლება უკან დაებრუნო ჩემი საკუთარი ხელნაწერი? რაღაცა პატარა ამბავი მქონდა მისახარებელი. წერა მაინდა-მაინც არ მეხერხება. ვიფიქრე პირადად ვეწყვი მეთქი ადამიანს. როგორ?
მე არა მაქვს ამის უფლება. არა გაქვს. თქვენ რა მართმევთ მე ამ უფლებას? დაფშიდით, ნუღელავთ. ინებეთ. მადლობთ. მოიცათ. გამოგზავნის გვარი არ აწერია. არ აწერია? აი ნახეთ. არ აწერია. დამიწყებია? დაგვიწყებია. მომეც და ხოლმე მივაწერ. ой, ასე არ შეიძლება. აბა რა ვქნა მე? წესია ასეთი. წესი. ამიხსენით საწერი ეგ თქვენი ბრძნული წესი. აი. მადლობთ. რა მოხდა? პირადად ახარეთ რაც საქმე და დაბასობაში წერილის მიუვა. შეიძლება თქვენ სწორიც ახართ. ნახვამდის. უკაცრავად. ქალიშვილო, ერთი წუთით წერილი დაკარგა ვიღაცა. დიახ, ჩვენი უბნისა. ერთი ის ქუდი მომაწოდეთ. გარის? ქუდი 5 მანეთი. ჩაფხუდი? 420 მოტოციკლეტიანად. მოტოციკლოთ? არ იყიდება. თუ შეიძლება. ბედი არ უნდა ყველაფერს. გმადლობთ. მოტოციკლეტად გამოვიწერეთ. წაიღეთ. არა, შეწუხდებით. სალაროში გადაიხადეთ. არ მინდა რა შემაცივთ. გაწუხებთ? ცოტა. ალო, შემიერთე განაცვალე 2:45-90. ხო. გისმე. ალო? ნინიკო ხარ? ალო? მოიცერწოც. ალო? ნინიკო? ალო? დათიკო არ, შენი დათიკო. როგორ ახარ სიყვარულო? ბავშვი ხომა სტამბოლის კაჟივით. დიდი ალბათ უკვე. ენაცვალოს მამამის. ცოტა ნაწყელი კი იქნები ჩემზე ამ ბოლო დროს ვერ მოგხედეთ. ალო.
ბოდიში მე საშა კანდელაკი მინდა. მე საშა კანდელაკი ვარ, მისი სეხნია. ბატონ საშას უბედურება შეეძლო. მოკლეს? რა იყო? როგორ იყო? რა მოვიდა, მაგ საწოდავს? იმ ფაქტი დაემართა. ეგ რა უბედური შემთხვევა. გაჩენ. სახლში ხომ არ მობრძანდებით, დედასაში? სახლში. მობრძანდით. გაბრძანდით. მადლობთ. მოგონია ნუ გამირბი, ნუ გამომწიდანით ხელსო, ნები თუ არ გამომყვები საქმეს ვიზავს აშინელსო და სანადიროთ იყავი? რა მოგალი? ცოცხლად დაგვინებო. გზა გაფუჭებ. ისე ჩუმად გაგიტაცებ, ვერ მინდა გადევნოს თვალი, მე ვარ მადამაძე ბარბალე, ვეღარ ნახო შენი კვალი და ულალალა მოდელია ულალალა გააჩერებ! რა დაგემართათ, ქალბატონოსაში? რა დაგემართათ, დედასაში? არაფერია, ფეხით გავისეირდება. ვინ იყო წუხელის ბათქაბუთქით რომ მოგაცივა? შემთხვევით გავიცან, მოტოციკლისტი. გოგოებმა შემოგითვალეს, შემთხვევით ტანკისტი რომ გაიცნო. მაინცა და მაინც კარებამდე ნუ მოაცილებინებ თავს. უსკივაძეს და ხუციშვილს დღეს მოუღებთ ბოლოს. კანდელაკს ერთად მოუხერხოთ რამე. გამოვდივარ ხვალ დამხვდი, ჭუმბაძე. თქვენ კი არ გჯეროდათ. მართალია ეს ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ტოლსტოის ასოცი. წავედით. წავედით. რა მოხდა? რაშია საქმე? ვინ გნებავთ? ჭუმბაძე მინდა. ჭუმბაძე არ გახვალ. სად არის? ალბათ სადგურში გადრაში მიდიოდა. აჰა, დასაგებია. ვიფიქრეთ, ეხლა სადღაც აგვივამეთ. ალბათ იგრძნო საფრთხე. ის კუპა და თვალსა და ხელში ვაგაგვიქ. ვაი, თქვა გლახება. მერე რას აკეთებდით? სამი ფიშტოიანი ყაზარი. იმათ ჩიტებს დაუწყეს, დევნო. მე კი ბოლოს აი. ეს შევრჩა ხელში, ა? ვაიმე, რა მოგივიდა დედასაში? რა დაგემართეთ, ქალბატონოსაში? მოგწან. თოკი. სარეცხის თოკი მინდოდა. ცუდად ხომ არ ახართ? რაღაცა გული ამიფრიალდა. ალბათ მანქანაში ცუდად გახდით, არა? რას იზამწლებს თავისი მიახს. საწყალი გურამის ბებიაც ასე უცებ გამოგვეცალა ხელიდან. მერე რა ტყბილი ქალი იყო, რა მეზობლობა ჰქონდა. მახსოვს. ჩემ ხელში დალია სული უმუბედურმა. შენ მაშინ ცირა ამ ოჯახში არც კი იყავი შემოსული. გურამის საბჭოთა არმიის რიგებში იყო. მე ვიყავი ერთადერთი ჭირის სუფალი. დალია. გადამიარა. ჩიკ.
დიდი უსამართლობა აბნელ ოთახში რომ იფუჭებთ თვალებს. რას იზამთ, რიქს ველოდები? ეს როდის იქნება ჩემო ცირა? მალე ყველაფერი მოგვარდება. მოდით ასე რომ ვქნათ, გვერდითი ოთახი რომ დაგითმოთ. ნეტა რაში მჭირდება სამი ოთახი, იმ ადალაგებას ვერ აუდივარ. თქვენ ალბათ ფული? ფული? არა გწვენია ცირა. კაცმა რომ კაცი კეთე გაუკეთოს, არ შეიძლება. Зайди ко мне, дорогая. საუკუნის ქართველი მეომარი. ყურადღება მიაქციეთ ჯაჭვის პერანგს. რა თქმა უნდა, ატომის ეპოქაში ცოტა მოძველებულად გამოიყურება. იგი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ საიმედოდ იცავს ადამიანს შუბის, ხმლის, ხანჯლის და სხვა ცივი იარაღის დარტყმისაგან. აქეთ მოგძანდით. ჩარდი მათქი ხალები მაღლა ავტომატის ჯერით მოცელილი ეფრეიტორი უსულოდ დაეცა გადაცემა ბავშვებისათვის დამთავრებულია სადაც გო თანხა გაიცემა აგრეთვე აფეთქების, ჩამოზვავების, ცეცხლისაგან დაწვის, მეხის დაცემის, მოყინვის, ბოროტგანზრახველთა თავდასხმის, როგორ? ბოროტგანზრახველთა თავდასხმის, ცხოველთა თავდასხმის, უეცარი მოწამვლის, გარდა ალკოჰოლით მოწამვლისა, რაც მთავარია სიკვდილის შემთხვევაში. დაუშვათ ვერ მომკლეს? მაშინ თავდასხმა და მკვლელობა ღმერთმა გაშოროთ, მაგრამ ისე როგორ გაგიწყრებათ ღმერთი, ან ხელი არ მოგწყვეტ, ან ფეხი. მაინც მიიღებთ თანხას. ისე მაინც სიკვდილის შემთხვევაში ვის უტოვებთ? არავინ ამყავს ობოლი ვარ. მას რა უყოთ თანხას? ძეგლი დამიდგით, ვითომ დირიჟორო. ერთი წუთით მეგობარო აქეთ მოდი აიან რა მიღიმიყოს ეს ზაღლი ერთ ორ კაცს ვერ მოერევა ორ კაცს 4 მაძლებს დავიჭირეთ მაშინ 4 მა აუ ესეთი ზაღლი მომცა დამიტმეთ რა არ შეიძლება აწანწალა მე ამისათვის წყარი უნდა გააგრო არ გეწოდება რა ზიზა დამიტმე შვილით მოვიდა ნება არა მაქვს
აი ეს გახლავთ ქანდაკება გონების კაფე. დიახ. გაცევად ავტორი. ავტორი? დიახ, ავტორი. ავტორი უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა, მაგრამ სამწუხაროდ უცნობი მოკანდა. გასაგებია. ამ გიგანტური მაგნიტის დანიშნულება მიაწოდეს ეს უარგისი ჟანგიანი ჯარდი ღრუმელს, სადაც ის განიცდის თვისობრივ ცვლილებას. ნამუსი არა გაკ. აი ცეცხლს მახარ 5 რეისი უნდა მოასწრო. გაჩერდი ბიჭო. გაჩერდი. ყოფას კიდირებ. კაცი. თან დიაგური. რა კიდე კაცო? თან დიაგური ძირს. თან. რა კიდე კაცო? მილიცია. მილიცია. რა ბალია, რა მილიცია. დაწნადი. დაწნადი. როგორ მიდირებს? დაწნადი. კი ბატონო. რა დაგიშავე ამ ხარ? რაშია საქმე ვალი? რა ვიცი კაცო, ამ კაცს პირველად ხედავ. სლოიც. რა გინათ ამ კაცს? გიჟია ვიღა. კაი ბარა. გამარგვიოთ რაშია? რაშია? მინეთ ამ ხანაგო. გამიშვი. რაშია საქმე? ეს კაცი დილიდან დაბდებს მოსაგავს. ეშლება ამ ხანაგო. არა. ეს კაცი დილიდან ამ მშენებლობაზე მუშაობს. გასაგებია? აი ისო ბავშვი. შეგეშალათ. დამიჭირე. დაიშალეთ. დამიჭირე. კაცი არა ხარ კაცი. შედი შემდგომარეობაში გესმის? ჰა? ჩემზე უკეთეს ვის? რა გინდა ძმაო, თავი დამანებე. შენს მადლობას გეტყვიან და მეც მოისვენე. დამიჭე? რა შამაცებს რა? აფერისტი ვარ. მერე? პარაზიტი. წარსულის გათხოვლაშტი. უნდა დამიჭირო. პროკურატურას მიმართე. მაშინ? დიახ. გადავალ და მაღაზიის უტენებს შავამტრად. გადახვალ? ჰა? გადადი და თავი დამანებე. დიახ. კიდევ რა? მოიწი. მაგასაც გაპატი. დიახ, დიახ. მე-20 საუკუნის ახალგაზრდა შედის მუზეუმში. ერთადერთ პერანგს ხდის ძველ ქართველ მეომარს და თანაც ყოფნის თავხედობა დაგვიმალოს, რატომ ჩაიდინა ეს? რა ვქნა ბატონო რა? კლეპტომანია მჭირს. კლეპტომანია. რატომ არ გინდა დაიჯერო? აგერა დღესაც. დანაჩანგალი სასადილოდან გამომყოლი. კლეპტომანია. კლეპტომანია კი არა, აი მომიპარავს ბატონო. დროებით წავიღე. თავდაცვის მიზნით. ახლა თავდაცვის მიზნით. მოიწვიეთ. ცოლების ნათესავები დამზდებენ მოსაკლად. ვისი ცოლების? ჩემი ცოლები. ამავე დროს რაღაც უყურადღებოდ დამჩნე. დამეხმარეთ გამოვისყიდო დანაშაული, მივხედო ბავშვებს. ბოლოს და ბოლოს ჯერ სულ ნორჩი ვარ. მომეცით იმისი უფლება, რომ უფლება კი არა. გადაგცემ მილიციას. ნუ გადამცემ. ნუ დამღუპავ. დუში. გთხოვთ მეგობრებო. ეს სიმკეთის ნაბიჯი გაუმარჯოს, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა საშიკომ მაშა სადამე ამ ნორჩების საკეთილდღეოდ გადადგა. გამოვიდა. რა მაიძულა იგი დაებრუნებინა ამ გვიტებისათვის ჩვენი გურამის აც განსვენებული ბებიას
ოთახი. რამ გადაადგმევინა? მასეს ნაბიჯი. თულმა? არა. მუქარამ? არა. მაშრამ? მხოლოდ და მხოლოდ მისმა სინდისმა და ნამს. ისე წერილია ანონიმური. ასეთ უსმენოს და გამოყრუებულს რა გემღერება და გელოდბარება. იმ ჯოხს გულს რომ უკნებ წინ, თავში უნდა იცემდე. არ უნდა მოკლა ამის დამწერი? ნუ მომკლავთ! ნუ მომკლავთ! შემაცინეს. მეუგებოდენ ლოტარობისათვის ხარ, დაბადებულიო. ჩემ ცოლზედაც შენ წერდი წერილებს? კი, ჩემოდათიკო. რა იყო, პატარა წინწაწევა მინდოდა ცხოვრებაში. დააგავეთ? დააგავეთ. ეგ არა უფროსო, აი ის. ჭუმბაძე? ელეონორა სპირიდონა ჭუმბაძე. მატარებლის გასვლამდე დარჩა მხოლოდ 5 წუთი. არა, იქნებ თქვენ გონიათ რომ მე აქ დარჩენას ვაპირებ, ა? გაგრაში მიდიოდი? გაგრაში მივდივარ. მიდიხარ. მივდივარ. თქვენ გაგზავნეთ ეს დეპეშა? მე გავგზავნე. მე რა მოხდა? ხუსკივაძეს და ხუციშვილს დღეს მოუღებთ ბოლოს. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? ეს ჩემი პირადი საქმეა. მატარებლის გასვლამდე დარჩა მხოლოდ 3 წუთი. ხუციშვილი მოიკლას მუცელში დანის გაყრით. ხუსკივაძე კი აგურის თავში ჩემი გეგმა. საიდან? ჩვენ არაფერი გამოგვეპარება. დიახ. აქტი 1965 წლის აი, ზოგჯერ თქვენ ცდები. თქვენ გონიათ ხუთიშვილს მართლა დანით მოკლავენ? არა. მას ხუთში ჩადებენ და საცირკო ატრაქციონის დროს შუაზე გადახერხავენ. ხუთიშვილი ტირის, ყვირის, ხალხი იცის, ხუმრობა გონია. ხუთიშვილი ყვირის, ტირის. აი, რა განვიცადა. მუშაობდი და ვტიროდი, კარგად კი გამომივიდა. ვინ ახარ თქვენ? აი. ამას მალე გაიგებს საზოგადოება. პოეტს ნაჩით. პოეტს ნაჩით. ой, ჩემი მატარებელი წავიდა. ნერკო ჩემ როგორ იღელვებს. ვინ? ჩემი თანაავტორი. რა ვქნა, რა უყო. ტყუილად დამხდება სადგურში. ნუ ღელავთ. 2 საათში სხვა მატარებელი გადის და იმას გაგაყოლებთ. როგორ? 2 საათში. დიახ, 2 საათში. რას ვისამ? დავიწყო დროს ნუ ღარ დავკარგავთ. ს ჭუმბაძე მკმულაძე. დაკარგული ცხედარი. რომანი. თავი პირველი. მიზანსაც თენილმა ტყვიამ ღამის სიბნელე გაჰკვეთა და მრავალსართულიან სახლებს იქით დაეშვა. და როდესაც ორი ათრთოლებული ლანდი საკმაოდ მიუახლოვდა ერთმანეთს, მათ შორის ვაჟმა იდუმალებითა და ვნებით, გაბოროტებით ახსავსეთ თვალები მიაპყრო ბიჭს. ქალი მიუხვდა ვაჟს სპოროდ განზრახვას, განწირულს, საწოწარკეთილებითა და მოზღვავებული გრძნობით აღმოხდა შეზდეკ ბოროტო. ოჩახ.
რასულელი ვარ. მთელი ქალაქი ავაფორი აქ. შემიბრალეთ. ოჯახებს ნუ დამიოვლებთ. შემიცოდეთ. ხომ ხედავთ აგერ მუხლებზე ვდგავარ კაც? უხლებზე და კოდექსებზე სასამართლოში ლაპარაკი. ხალხი არა ხართ? საჯაროდ ვდებ პირობას. დღესვე გავაფორმებ ალიმენტებს. გისმენთ? დავით ხუთიშვილს გთხოვეთ? თქვენ გთხოვენ, ვაჟ ბატონო. ვინა? ვინ იქნება? ქალია. არ მინდა. დღესვე გავაფორმებ ალიმენტებს. დღესვე. ვინა, ნეტავი? გისმენთ ბატონო? დავით ხუთიშვილი გძანდებით? დიახ, მე გახლავართ. იცით რა, ის ბლოკნოტი ვიღაც მწერლის აღმოჩნდა. რომანის გეგმა ყოფილა. გმადლობთ. მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ საშიკოს კეთილშობილ გულს უნდა უმადოდეს ეს ორი. გამომჭრიდანი დღელსო. მე თუ არ გამომყვები მე ვარ. ისე უცებგაკიტაზე, ვერ მინდა გადევნოს თვალი. Sabar madameze barma ver vinver na khoshenni qarida he una la la odelia una la la he una la la Otaxvi da vibrulებს ამხანაგო სად არის ამონტყორ აქა ვარ. პიტი. რასუდგა? მოგიდეხე. თქვენ კითხულობენ. შეჩერდით? მე ვარ. ტყვილი გამოდგა? როგორ თუ ტყვილი? გამარჯობა. როგორ ახარ? ჩემზე ნუღარი დადე. დიდი ხვეწნი დავითანხმე. და პასპორტი შევაპარე. უთხარი აფერისტი ვარ, პარაზიტი. წარსულის გადმონაშთი ხალხს ვატყვეფეთი და დამიჯერა. ხო და ცალკე კამერას პიზდება. მე მგონი არ მომატყვის. ვიცი. კარგად იყავით, კარგად. მილიცია კვირი არ იცის. გამოდი. აცი ყველას თავში ყვა უხლია.